რამდენად ერევა პოლიტიკა ეკლესიაში. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, სად არის ეკლესია და მისი ადგილი და სად არის პოლიტიკის ადგილი, რომ გავმიჯნოთ ეს ორი რამ ერთმანეთისგან. დღეს ცოტა ეს ჭეშმარიტება თითქოს ყველას ინდივიდუალური აქვს. სად არის ეს ნამდვილი ჭეშმარიტება? ვიღაცა შეიძლება ამტკიცებდეს, რომ მას უჭირავს ეს ჭეშმარიტების ჭირაღდანი, მაგრამ არასწორი კუთხით იხედება. როდესაც სახელმწიფო აფინანსებს მართლმადიდებლურ ეკლესიას. ხომ არ უწყობს ხელს ეგრეთ წოდებულ ხით ჩატეხილობას, ვთქვათ, სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან ან იმ ადამიანებთან, ვინც არ არიან მართლმადიდებლები. მთელი ეს თანხები თვალსაჩინოა და ყველასთვის ხელმისაწვდომი. არ არის რომ ვიღაცას უმალავენ, ეს ყველაფერი შეუძლიათ საიტებზე ნახონ და გადაათვალიერონ, მაგრამ აი ჩვენი პრობლემა ხო ხშირად ეს არის. სახარება არ წაუკითხავს ადამიანს და სახარებაზე შემოგედავება. რაღაცა ეს თემა არ იცის, მაგრამ ამ თემაზე შემოგედავება. აი მიკერძოება, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, რომელიც ღმერთთან არ არის ხშირად ჩვენში და ღმერთმა მოგცეს, რომ დავძლიოთ ეს მიკერძოება და არ შევიდეთ ამ საცდურში. ჩვენ მოგვტავი ადამიანები მიწერებს, გვჭირდება სწორი, ვთქვათ, მითითებები იმ ავტორიტეტული ადამიანებისგან და ვთქვათ, შესაძლოა ეს იყოს მოძღვარი, მოძღვრებისგან, რომ სად არის სწორი გზა და სწორი არჩევანი. არ შეიძლება ასე ვუყუროთ, რომ ეკლესია უნდა იყოს ან საერთოდ იზოლირებული, ან კიდევ ისე ჩართული, რომ შენ ახლა გინდოდეს, რომ სასულიერო პირობისგან მოისმინოს შენთვის სასურველი. აი, ხშირ შემთხვევაში ეს სურთ ხოლმე, რომ მათთვის სასურველი ტექსტები მოისმინონ. ჯობია უფრო საკუთარ სულიერ სიღრმეებში ჩავიხედოთ და ვნახოთ, რომ ჩვენ ვასრულებთ თუ არა ამ წესს. არის თუ არა ქრისტეს სიტყვები ჩვენთვის ძვირფასი.